სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, ჩვენ მეტად მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობდით უკვე მთელი ამ პირების განმავლობაში. ტელევიზიითაც ამ თემას შევეხეთ ობიექტივში და ამ თემას გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სამოუწურავი თემაა ჯერ ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. აი მე ფიქრობდი გუშინ დღესღამე რომ რა ქალაქში ვცხოვრობ ჩემო ძვირფასი. ესე იგი ბიბლია დაიწერა ყველასთვის, მთელი კაცობრიობისთვის დაიწერა და ბიბლიაში მოცემულია თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი, რომ სათნო იყოს ღმერთს. ძველი აღთქმა ეს არის მოლოდინი, მესიანური მოლოდინი, ხოლო ახალი აღთქმა უკვე ქრისტეს მესიის მოსვლა, ეს პერიოდი. რომ ქრისტე მოვიდა უკვე და პავლე მოციქული არის ყველაზე თავდადებული ქრისტიანი. სოფლიოში ყველაზე თავდადებული ქრისტიანად ითვლება პავლე მოციქული, ქრისტესთვის თავდადებული. და მე ვფიქრობდი, ყველაზე თავდადებული ქალაქი, რომელიც და არ თბილისი. ესე იგი, ნახეთ პირველი თესალონიკელთა მიმართ მესამე თავში მეხუთე მეშვიდე მუხლებში პავლე როგორ ეს სიყვარულება თესალონიკელებს, ანუ თავის მრევლს. მიაქციეთ ყურადღება. ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა, გესმით რას ამბობს პავლე მოციქული? ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა და ტიმოთე გამოვაგზავნე თქვენი ამბის შესატყობად. მაშინ ხა არც მობილური იყო, არაფერი არ იყო, ხო? და შორს იყვნენ თესალონიკელები და იმდენად ესე გაინტერესებდა და იმდენად დიდი მასში იყო, აი ვეღარ მოთმინება აღარ მეყო პავლე. მე წარმოვიდგინე, ალბათ დელმა უნდა წარმოიდგინოს თავისთავად, რომ მე ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მოგშორდეთ შორს ვიყო დიდი ხნის განმავლობაში და არ ვიცოდე თქვენი არაფერი, არ ვიცოდე ჩვენი ახლობელი მრევლის, თქვენი ყველასი უსაყვარლესი მრევლის შესახებ არ ვიცოდე, ნიკოლოზი, ალექსანდრე, ოთარი, ლევანი, სხვა ალექსანდრე, დავითი, მარკოზი, გიორგი, მირიანი, რა ყველა თქვენ, მაია, მარინა და წარმოიდგინე ხო ვეღარ გხედავ. ხო? და არანაირი საშუალება არ არის და ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა, გესმით რა სიყვარულია მრევლის. ტიმოთე გამოგზავნეთ თქვენი ამის შესატყობად, ვაი თუ ტერმა გაცდუნათო. არაფერი არ ვიციო თქვენ შესახებ. და ახლა, როდესაც ტიმოთე დაგვიბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, მაშინ თქვენი გავიხარეთ და ვინ უგეშით. ესე იგი, მე სხვათა შორის უფრო ავიძერი ამ თემის შესახებ ერთი გადაცემა ვნახე, სადაც რაღაცა ისე ძიმე და დაკნინებულად იყო მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობის შესახებ ყვებოდნენ, რომ აი ესეთი უნდა იყოს დისტანციური ურთიერთობა რაღაცა, ისე უსიყვარულოდ ახსნეს ეს, რომ ესე იგი აღხոտდი და მე რამოდენიმე გადაგება უძღვენი ამ თემას და ეხაც თითქმის ამას ვაგრძელებ. და წარმოიდგინეთ, ეხა რა სიყვარული უნდა კონდეს მოძღვარს მრევლის და მრევლს მოძღვრის. ეს კარგად ჩანს პირველ თესალონიკელთა მესამე თავის მეხუთე მეშვიდე მუხლში, რაც ეხლა ჩვენ ძმანო და დანო წავიკითხეთ. აი ეხა მეორე კორინთელებსაც როგორ ეს სიყვარულება. ეხა რამდენი მრევლი ყავდა პავლე მოციქულს. მეორე კორინთელთას მეშვიდე თავის მეექვსე მეშვიდე მუხლში პავლე ამბობს, ღმერთმა ნუგეში გვცა
ტიტეს მოსული ეს როგორც ეთქვა ტიტე გააგზავნა იქ ხო ტიმოთე გააგზავნა და არა მარტო მოსული და არამედ ნუგეში რომლითაც ნუგეშინის სემული იყო თქვენი როცა გვიამბო თქვენ სიბეჭდეზე თქვენს თავ გამოდებაზე ჩემს მიმართო ეს რა უხარია პავლესო ჩემი მრევლიო კორინთელები თქვენო ჩემო მრევლო თავ გამოდებით ხართ თავდადებული ხართ ჩემ დამიო და აი ეს მახარებსო და ეს სიხარული ქონდა პავლეს მოცემული ხედავთ ერთობა ლისა და მრევლის შესახებ როგორია და ესე იგი აი სულ ფიქრობდი რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ხო რა საოცრად ეხლა რაც წერია გაკვირ წერია და უბრალოდ წერია იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეს ეხლა დაეწერა როგორ შეიძლება ღმერთს ეთქვა ჩვენთვის როგორ შექმნა სამყარო ამიტომ თქვა და იქნა ესე ერთი ორი სიტყვით არის გადმოცემული იმიტომ რომ ამას როგორ გავიგებ ჩვენ ამ დიდმა ყოვლისშემძლე არსებამ ყოვლად ბრძენმა არსებამ როგორ შექმნა ეს სამყარო რასაც ხედავ სასწაულს არა მარტო ფლორას ფაუნას ამ მზეს ვარსკვლავებს თვარეს ყველაფერს რაც კი ირგვლივ არის ხილული და ასევე უხილო და აი ღმერთმა ქნა სამყარო დედამიწა და შექმნა მათ შორის ჩვენი ქვეყანა საქართველო ხო ხოლმე შექმნა ხო ეს ჩვენი ტერიტორია ხო შექმნა და აღმოჩნდა შემდგომ რომ აი ღმერთმა საქართველო ტუაფსედან იწყება სინამდვილეში ნოვოროსიისკი და ეხლა როგორია აზოვის ზღვასთან თითქმის იქიდან იწყებოდა საქართველო და ეს კახი ბელაქანი და ეს ჩვენი ტერიტორიებია ჩემო ძვირფასებო აზერბაიჯანის მხარე ზემოთ ჩრდილოეთი იალბუზი ჩვენი იყო ვარშავის ენციკლოპედიაში რო ნახოთ სტალინის სანაცოცხალი იყო ეს იალბუზი იყო ჩვენი სტალინი რო მოკვდა მე გადმოუსვეს ქვემოთ და სამხრეთით ეს ლორენს მხარე ეს სომხეთში ისეც ჩვენი იყო და აქეთ დაუკლარჯეთ საკმაოდ დიდი ნაწილი შავშეთი და კლარჯეთი სპერის მხარემდე თითქმის ჩვენი თითქმის კი სპერამდე ჩვენი გამიგეთ აი რუკაზე უნდა აუცილებლად იმუშაოთ ახალგაზრდებო განსაკუთრებით და ეს მოაჭერეთ ასე თურქეთს მოაჭერეთ გაუსულ ფლომასტერი ჩვენს მხარეზე შემოიყვანეთ სომხეთის ისენ ყველაფერს სულ ჩვენ მხარეს და ნამდვილი საქართველოს რუკა გააკეთეთ ეს ჩვენია და არ უნდა დაგვაწყდეს არასოდეს და აი აღმოჩნდა რომ არც ერთი ქვეყანა არც ერთი აი ხრო ერთადერთი საქართველო ესე იგი ღმერთმა შექმნა 28 კლიმატური ზონა რო არის ამ ქვეყანაში. მთელი ევროპა უნდა აიღო ერთად და მაშინ ხდება 28 კლიმატური ზონა. ანუ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ავსტრალია, ავსტრია, გამიგეთ და ასე შემდეგ იტალია და ასე შემდეგ ყველა ერთად აღებული ხალხი ბევრი გამოჩა. ეს ყველა მთელი კონტინენტი ქმნის 28 კლიმატურ ზონას. საქართველო კი აი ეს ჩვენ პატარა სულ არის ყველა 28 კლიმატური ზონა ჩემო ძვირფასი. ესე იგი ნახეთ რეაქციად ყურადღება ხო ამბობს მეტი რომ თმისღერი არ ჩამოვარდება უჩემო ეს ხო არაფერი არ არის თმისღერი ჩამოვარდა უნიშნელო ამბავია საერთოდ არაფერი მნიშვნელობა რო არა მაგრამ აი 8 მილიარდი ადამიანია და ერთი ღერი თმის ჩამოვარდნაც კი ამ 8 მილიარდ უჩემოთ არ ხდებაო ამბობს ქრისტე აცხოვა გამიგე მით უმეტეს ახლა რასაც ვამბობ ეს რო ღვთით მოხდა და უცებ ამეგვიათ აზრი რომ რატომ მოგცა ღმერთმა ყველაზე ლამაზი ქვეყანა თემსოფლოში ლამაზი იმიტომ რომ 28 კლიმატური ზონა აქ არის ერთად აღებული მაგალითად ავსტრიას 2 კლიმატური ზონა ინგლისს მე მგონი 1 გამიგეთ იქ ასე სულ ყველაზე ვინც ყველაზე ახლოს არის ჩვენთან ასე ვთქვათ რომელიღაც ქვეყანა დამავიწყდა 14-ია მარტო კლიმატური ზონა გესმით ისეც ერთადერთი
დანარჩენი მესამე-4 ადგილზე სულ ქვემოთ არის 9, 8 და ასე. გესმით თქვენ რა ქვეყანა და რატო შექმნა ღმერთმა ეს ქვეყანა ესე? რატო მოგცა ქართველებს? რატო მოგცა ჩვენ ყველაზე კაი ქვეყანა? იმიტომ რომ წინასწარ ხედვით ღმერთმა იცოდა რომ ყველაზე მეტად დადებდა თავს ქართველობა ქრისტესთვის. აი ნახეთ ეფესელთა პირველის მეოთხე მეხუთე. ეფესელთა პირველის მეოთხე მეხუთე. ღმერთმა ამოგვარჩია ჩვენ ქვეყნიერების შექმნამდე. ესე იგი სანამ ქვეყნიერება შექმნამდე შექმნიდა ღმერთი. ჩვენ ამოგვარჩია ყველა იცოდა პავლეთი თქვენ აი თითოეულ თქვენთაგანი იცოდა ღმერთმა გასასწაულია ჩვენ გონებისთვის მიუწვდომელია ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვარჩია რათა უბიწოები ვიყოთ მის წინაშე სიყვარული წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება ასევე ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა რომ ქართველები დადებდნენ თავს ყველაზე მეტად და მოგცა ყველაზე ლამაზი ქვეყანა ჩემოძე უკვე ჯერ არ იყო მაგრამ რადგან ღმერთმა იცოდა რომ ეს დამსახურებულად მოგვეგებოდა მოგცა წინასწარ ხედვით ღმერთმა მოგცა ჩვენ ყველაზე ლამაზი ქვეყანა ეს სოფლიოში ხოლო თბილისი არის სოფლიოში ნუ ხა იმ მეორე და მესამე ხარისხოვან ამბებს თუმცა ესეც კარგია რომ გავიხსენოთ და ვიფიქროთ სასწაული რელიეფია ჩვენ ქალაქს ჩემო ძვირფასებო იცით ხო აქეთ თაწმინდიდან რო ეშვები იქით ფონიჭალის ზემო ფონიჭალიდან რო ეშვები აქეთ წავკისიდან და წყნეთიდან ეშვები იქიდან კოჯიდან და გეგონება აი თვითმფრინავით მოეშვები თბილისისკენ გამიგეთ სასწაული რელიეფი გვაქვს ჩემო ძვირფასებო და თბილისი სასწაული ასევე თავის სილამაზით, თავის არქიტექტურით, სადაც თავმოყრილია რაღაცნაირად აზიური და ევროპული არქიტექტურა, საოცარი წყობა, შერწყმა, აზიურ-ევროპული, მაგალითად ალექსანდრე დიუმა სამი მუშკეტერის ავტორი, როდესაც თბილისში ჩამოვიდა, აღტოვდა თბილისი. ხოლო სამწუხაროდ ის ოპერა დაიწყო, მაკაგონის ოპერა იყო თავისუფლების მოედანზე. იქ იყო ოპერა. და თქვა რომ არც რომში, არც პარიზში, არც მადრიდში და კიდევ ჩამოთვლია მოგზაურობა კავკასიაში ჩემი მოგონილი არა შეგიძლია ჩამოწვოთ, არსა ესეთი ოპერა არ მინახია. ეს ნუ ეხლა შორს წავართ, მე სხვა რამე მინდა თავარ ჩვენი ქალაქის ღირსება ეს ის არის რომ 100,000-მა კაცმა დადო თავი ქრისტესთვის ერთ დღეში ჩემო ძვირფასო აღარ სხვა რო არაფერი არ ვთქვა რამდენი გმირობა მანამდე და მერეც უკრია თბილისს რო არ თქვა 100,000 მოწამე ჩემო ძვირფასებო ერთ დღეში დადო თავი ასე რომ სოფლიოში აი ბიბლია თითქოს დაიწერა თბილისისთვის ყოველ შემთხვევაში მომეტებულად თბილისისთვის და რომელი ქალაქია ვიღაცამ შეიძლება თქვას იცი ყველაზე წმინდა ქალაქი არის იერუსალიმი კი წმინდა ქალაქი იერუსალიმი მაგრამ იერუსალიმში ჯვარს აწვევს ქრისტე და თბილისში თაყვა მარტო ერთ დღეს 100,000-მა მოწამემ 100,000-მა კაცმა დადო თავი ქრისტესთვის ჩემო ძვირფასებო ამიტომ არ არსებობს სხვა ქალაქი ჩემო ძვირფასებო რომელიც აღემატოს ჩვენ ქალაქს ჩვენ თბილისს და რა ბედნიერება რომ ჩვენ ცხოვრობ ესე იგი ამ დიდებულ ქალაქში და კიდევ ერთი სიყვარულის დიდი სიყვარულის ამბავი ფილიპელთან მიმართ ეპისტოლეში პირველ თავში პავლე ამბობს მადლობ ღმერთს თქვენ ყოველ გახსენებაზე ჩემს ყოველ ვედრებაში სიხარულით ვევედრები ყოველ თქვენგანისათვის სწორედ რომ მართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე მრევლზე რადგან გულში მყავხარ ღმერთია ჩემი მოწმე რომ ყველანი მიყვარხარ
პავლე მოციქული სიყვარულს უხსნის დღეს. აი რა საოცრებაა ქრისტიანობა. ასევე და წარმოიდგინეთ, სულ ფიქრობდი, აი 100,000-მა მოწამემ რომ დადო თავი ქრისტესთვის იმ დროს რომ ნუ ახლა იქ რო გაიხარებდა პავლე გასაეგებია, მაგრამ აი როგორ აქებს ხო ამ თესალონიკელებს, კორინთელებს, ფილიპელებს რა იქნებოდა და რა სიტყვას უძღვნიდა პავლე თბილის და თბილისელებს, რო ყოფილიყო ამ ქვეყნად მაგ დროს და გაეგო ეს ცნობა პავლეს. წარმოიდგინეთ, აი ეს რაც თქვი, ეს ყველაფერი ჩვენ გვიძღვნიდა და ჩვენზე იტყოდა და კიდევ უფრო ვიციტყოდა პავლე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ყოველთვის პავლე არის რადგან ყველაზე მეტად ეწამა და ყველაზე მეტად თავი დადო პავლე მოციქულმა, არასოდეს არ გამოგრჩეთ მეოხება მისი და თხოვნა, უნდა თხოვოთ ყოველთვის რომ რამე პრობლემა რო იქნება, თხოვოთ რომ პავლემ გადაგვიწყვიტოს. გახსოვთ ხო, როდესაც გემი იძირებოდა და საჭესთან ვერ მიახლოვდა ვერავი და მართვა იყო საჭირო, თორე გემი ჩაიძირებოდა და ერთი ახალგაზრდა ეცადა, მაგრამ ტალღა აგდებდა და ბოლოს დაარენიანა ტალღამ და გაითიშა და რომ გაახილა თვალები, პავლე მოციქული დაინახა საჭესთან და გემი ესე იგი მშვიდობიანად მოძრაობდა. და ვინ ხარ შენ უთხრა და პავლემ უთხრა, მე ვარ პავლე მოციქულიო და შენო ყოველ დღე კითხულობდი ჩემს ეპისტოლეებს და მეო შენ არ გენახებოდიო, მაგრამ ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი და ეხლა რომ გაგიჭირდაო, აი მე შენ დაგეხმარ, გამიგეთ ჩემო ხებას. აი ესეთი სიხარულია ქრისტიანებისთვის, ესეთი დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ თავი მოციქული ჩვენი წინ როგორც 67 ფსალმში წინასწარმეტყველებაა პავლეზე, ისრაელის ზეიმი არის 67 ფსალმში მოცემული. ეს ზეიმი არის ყოველი კვირა დღე, განსაკუთრებით კვირა დღე ქრისტიანების და როგორც წერია 67 ფსალმში, წინ ხტის, ანუ წინ მიუძღვის ამ საზეიმო ცერემონიალს, ამ დღესასწაულს ისრაელის, ანუ ახლა უკვე ქრისტიანების ისრაელი, ჩვენ ისრაელი ვართ. ქრისტიანები ვართ, ოღონდ ახალი აღთქმის და წინ მიუძღვის დღესაც პავლე მოციქული. ყველა კვირის წირვაზე იკითხება მარტო პავლე მოციქულის, ესე იგი რიგითი კვირის საკითხავი, მხოლოდ მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ პავლე მოციქულის ეპისტოლედან იკითხულობთ ამონაყს. აი ეს მინდოდა დღეს ეს სიხარული კვლავ გამეზიარებინა ერთი-ორი საკითხი და ამით მორჩეთ. სულ ფიქრობდი ასევე ქარიზმატიულ პერიოდებზე რო ლაპარაკობდი, როგორ ღმერთი ყოველთვის გვაძლევს ჩვენ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით არის და ჩვენთვის თავს დებს და ესეთი იყო პატრიარქი ილია მეორე. როდესაც ილია მეორე იყო ცოცხალი, რა დიდი ნუგეში იყო, დიდი, მაგრამ მისმა დასაფლავებამ გვანახა, რომ ეს ნუგეში არსად არ წასულა და ესე იგი ის რაც მოახდინა პატრიარქმა სიცოცხლეში ხო ნახეთ, სიცოცხლის შემდეგ სიკვდილი მოახდინა პატრიარქმა, ეს იყო საოცრად. ეს იყო ნიმუში და მაგალითი იმისა, რომ პატრიარქი მუდამ ჩვენთან იქნება და ისევ გვიხელმძღვანელებს ჩვენ. და რა ბედნიერები ვართ, რომ აი ფიქრობდი, რომ ღმერთმა როგორი ხალხი მოგცა ეხლა ჩვენ საქართველოს მაგალითზე, ჩვენ მაგალითზე რომ თქვა, ჩვენ სიკვდილი რა ხალხი იყო, ხო ეს ვილაპარაკეთ და კიდევ ერთხელ გავიაზრო ჩემო ძვირფასო. რა ხალხი იყო ჩვენს გვერდით, ხო? აი დღესავით, ეხლა დღესაც კი რა ხალხი ჩვენ გვყავს, ცოცხალი გვყავს, მამა რაფაელ არქიმანდრიტი კარელი ჩემო. სასწაული სხვათა შორის მისი ერთი ბაბუა აბაშიძე, ქართული სისხლიცა, მამა რაფაელ. მამა რაფაელის ქადაგებელი, ვისაც წაუკითხეთ და დაიკითხეთ უმეტეს წილად ყველას, ეს უბრალოდ საოცრებაა ჩემს. თვითონ პატრიარქმა აკურთხა მამა რაფაელი ჯერ კიდევ 80-იან წლებში, რომ ნეველის ტაძარში წირვის მერე გამოდი და შენ იქადაგე. და იწერდნენ მერე ამ ქადაგებებს და ესე შეიქმნა მისი პირველი წიგნები. გამიგეთ?
ფანტასტიკური საოცარი ქადაგებები აქვს მამა რაფაელი არის უბრალოდ ყველაფერს თავი წინასწარ მეტყველი ყველაფერს წინასწარ მეტყველი თან ისე რომ ვითომც არაფერი ისე იტყოდა და ვერ ვხვდებოდა სასწაულო და ეხლა რომ ძალიან ცუდად არის 94 წლის ჩვენი მამა რაფაელი ძალიან ცუდად ისულტი მოვიდა და გადარჩა მაგრამ ცუდად არის და როგორ ვიფიქრეთ რომ ალბათ ეხლა უკვე არაფერი აღარ შეუძლია ფიქრის და ესეც შემდეგ ერთი ამბავი ხა ვერ ვიტყვი ვინდა რა ერთი კაცს ჰქონდა პრობლემა და მივიდა და უთხრა აი ამ მდგომარეობაში ყოფ მამა რაფაელს რომ ესეთ მდგომარეობაა და მამა რაფაელმა აი წარმოიდგინე 2 დღესშიო ყველაფერი დასრულდება ეხლა მე არ მინდა თქვა კონკრეტულად და კონკრეტდე ზუსტად 2 დღის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნა ჩემს ძმას აი რა სული წმინდით ღმერთშემოსილი მამა აი და ჩვენ პატრიარქის და მამა რაფაელს მოესწრით და ურთიერთობა შეგვეძლო ისვლა შეგვეძლო ურთიერთობდით ძალიან ბევრჯერ მამა რაფაელი ჩვენ მოვიწვიეთ თუ გახსოვთ სხვადასხვა დარბაზში ცეკავშირის დარბაზი იყო იქ თავისუფლების მოედანში დიდი დარბაზი ერთხელ იქ მოვიწვიეთ და ძალიან ბევრჯერ ვიწვიეთ და მამა რაფაელთან ჰქონდა ის საუბარი კითხვა პასუხები და ასე შემდეგ რა ბედნიერებაა როგორ გვაძლევს ღმერთი ისეთ ხალხს რომ ჩვენს გვერდით არის ისეთი ადამიანი რომელიც აი როგორც რომ ინატრებდი პირველ საუკუნეებში თქვა მოციქულები მოციქულთა მოწაფეები შემდეგ ოქროპირი რო იყო ათანასეპირი რო იყო აი ესეთი ამ დონის კაცი დღეს ჩვენთან არის და აქ იყო მთელი წლების მანძილზე და ქადაგებდა და გამოიცა უამრავი წიგნები და მათ შორის ქართულად და გვაქვს ბედნიერება რომ ჩვენ წავიკითხოთ მისი ქადაგებები ქართულად. აი ეს მინდოდა მეთქვა, რამე ხო არ გამორჩა, კიდევ რაღაცა ერთ თემა იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამორჩა, ისა ვეღარ ვიხსენებ. კარგი, ჩვენ ობიექტივში გამოვედი 4 შაბათს და რაღაც ამდაგვარ თემებს შევეხედა, მიაქციეთ ყურადღება, დღეს განმეორება იქნება ვის ნახევარზე ობიექტივში. ჩვენთან არის. დიდი ჯვარი გამოვიდა.